და ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება ხუხუას გადაწყვეტილების შესახებ ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თანამდებობა დატოვეს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ახლად დანიშნული კადრი პოსტს ტოვებს. გურამ რო გააგვერთობა ქსნის კოლონიიდან პირდაპირ ეთერში, გურამ რა ხდება ქსანში დღის ბოლოს და რა ინფორმაცია გაქვს დააკმაყოფილებს თუ არა სუბარი ხუხუას განცხადებას? ჯერჯერობით რთულია ვთქვათ დააკმაყოფილებს თუ არა მინისტრი ხუხუას განცხადებას, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ნუკრი ხუხუამ უკვე დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება და ის ელოდება ახლა მინისტრის პასუხს. ჩვენ ცოტა ხნის წინ სასჯელახსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრეს-ცენტრს ტელეფონით ვესაუბრეთ, თუმცა მათ განგვიცხადეს, რომ განცხადების შესახებ მათ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია. რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი მოვისმინოთ სატელეფონო კომენტარი, რომელიც მეცხრე არხს ნუკრი ხუხუამ მისცა. ყველაფერი დაწნა და ყველაფერი მილაგდა და ყველაფერი კონტროლსეკუნდერა შიმშილობა მოხსნეს, პირი რო ქონდა დაკერილი მოიხსნეს და სრული კონტროლი არის შიგნით. ერთ-ერთი მოთხოვნა მათი იყო რამდენიმე თანამშრომლის და თქვენი სამსახურიდან გადავისწრებთ. მოკვლევა ამის შესახებ გენერალური ინსპექცია შემოსულია და ხვალზე დავლებოთ შედეგს. იყო რაღაც მუქარა თქვენი მხრიდან პატიმრების მისამართით? მუქარა არ ყოფილა, შენიშნები ყოფილა რეჟიმის დამღობებზე. თუ გაიმეორებთ შემდეგ შესაძლებლად არ გაპატიებთ და დაიჯერებთ კანონის მოთხოვნით. ასეთ რაღაცას კი ხომ დაგიგეთ. მაგრამ მუქარა მართლა არ ყოფილა. დღევანდელმა პროტესტმა ციხის ამ კედლის ორივე მხარეს დღეს მაქსიმალურად მწვავე ფორმები მიიღო. აქ შეკრებილნი იყვნენ ციხის პატიმრების ახლობლები, ოჯახის წევრები, რომლებიც მოითხოვდნენ სწორედ ნუკრი ხუხუას თანამდებობიდან გადადგომას, რადგან როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია თავად პატიმრებისგან, ეს ადამიანი იმუქრებოდა პატიმრებზე ზეწოლით 6 კაციან ჯგუფთან ერთად და პატიმრებმა ჩვენთან საუბრის დროსაც, დღეს ჩვენთან ინტერვიუს დროსაც განაცხადეს, რომ მათთვის ეს პიროვნებები ცნობილია და ეს ადამიანები მონაწილეობდნენ პატიმრების წამების ფაქტებში. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ოდნავ დაიძაბა ვითარება დღის ბოლოსთვის, როცა გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ეს არის რეფერალური დახმარების ცენტრის მანქანა, რომელმაც დაწესებულებიდან გამოიყვანა ერთ-ერთი პატიმარი, თუმცა როგორც ჩვენ გაგვიცხადეს, სასჯელახსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრეს-ცენტრში ამ პატიმარს ჰქონდა უროლოგიური პრობლემები და ეს ფაქტი არ უკავშირდებოდა დღეს განვითარებულ მოვლენებს. ოდნავ დაიძაბა ვითარება ასევე მაშინ, როცა აქ ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ საპატიმროდან იქ მყოფი ადამიანები და უთხრეს, რომ მისმა შვილმა ყელი გადაიჭრა, თუმცა ეს ინფორმაციათ მოგვიანებით არ დადასტურდა. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ორი კომენტარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ჩავწერეთ, ეს არის პატიმართა მშობლების კომენტარები. როგორც შემატყობინა ჩემმა შვილმა ვესაუბრე ახლა, მითხრა რომ ვისაც პირი ჰქონდა აკერილი, ყველამ გაიხსნა პირი, რაც გვინდოდაო ყველაფერს მივაღწიეთო, შეგიძლიათ რომ დაიშალოთო და ხვალჩეულ რეჟიმში ვისაც სვიდანი აუწევს რაიმე, მოვიდეს როგორც მიმდინარეობდა მსვლელობა. ანუ პროტესტი შეწყდება? დიახ, ესეთნაირად თქვენ რომ ყველაფერი შეწყვეტილია, რაც გვინდოდა დაგვაკმაყოფილენო. გადადგა ციხის უფროსი. ალბათ ეს არის ახლა, რაც მაგუნდოდათ მაგათ და თქვა რომ ჩვენ რაც გვინდოდათ ყველაფერი დაგვაკმაყოფილენ და დაიშალეთო. გამოვიდეს ერთ-ერთი პიროვნება წარმომადგენელი და მოგვახსენონ რომ მიაღწიეს შეთანხმებას პატიმრები და აკმაყოფილეს თავიანთი მოთხოვნები და აკმაყოფილეს და ჩვენ წავალთ სახლებში. ველოდებით ახლა ამას. ვინ გამოვა და ვინ გადაიბონ და გააშუქა. კი ბატონო, გადააჩვენონ. შევინახოთ სახეზე და ვიცოდით ვინ გამოვა და რა ხვალ ზეგნო ჩემ შულს რამე გაიმართოს პასუხი რომ მომთხოვო, აი შენ ხომ მითხარი რომ კარგად არის ყველაფერი და მე წავედი სახლში. დიახ. აი ხა ჩვენ აქ ველოდებით და გამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების ნაწილმა უკვე შეძლო ტელეფონით დაკავშირება აქ მყოფ მშობლებთან, ისინი არ აპირებენ რომ დატოვონ ტერიტორია და გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება სასჯელახსრულების ამ დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე დაელოდებიან გადაწყვეტილებას, მინისტრის გადაწყვეტილებას და დაელოდებიან მომენტს, როცა ნუკრი ხუხუა დატოვებს თანამდებობას. მადლობა, ეს იყო გურამ როგავა და პირდაპირ ჩვართა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან. მაშასე სიტუაცია ასეთია, სასჯელახსრულების მინისტრი საპატიმროებში რეჟიმს ამკაცრებს. ყველა ის პატიმარი, ვინც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. ხოლო მათ მიმართ, ვინც უკვე დაარღვია კანონი, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. მთელი დღის განმავლობაში პატიმრების მშობლები ქსანში იყვნენ შეკრებილები და ციხის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ. ციხის დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით პატიმრება დღეს შიმშილობაც დაიწყეს. ნახეთ პროტესტის მეორე დღე ქსნის მე-15 სასჯელახსრულების დაწესებულებაში. უნდა წავიდეს ნაჩანიკი თავის დამკაშებიანად
ალათებიანა ნუკრი ხუხუა გათავისუფლეს ამ მოთხოვნებით ქსნის მე-15 სასჯელ აღსრულების დაწესებულების 2000-მდე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. 48 პირი ამოიკერა, ხოლო 70-მდე მსჯავრდებული ერთმანეთს კიდურებით მიეკერა. გვეგუგრებია განოჯერო ვიცარდა ემოცილება ადმინისტრაციასო ვიდოქმედებდა რაზერად საჭირო არისო შემოვიყვანოთ მეცნაცო ამბობს რომ კარგად ავარო კარგი ხალხი არიანო ციხესთან შედარებით ამოვისუნთქეო ციხეში იყო გლდანის ციხეში პატიმართა მშობლებმა საპატიმროში მისულ რეფერალური დახმარების ცენტრისა და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მანქანებს ციხის ტერიტორიაზე შესვლაში ხელი შეუშალეს, რადგან ეგონათ, რომ ციხეში სპეცრაზმი ამ ფორმით შეჰყავდათ. მანქანები მოგვიანებით მშობლების მოთხოვნით ჟურნალისტებმა დაათვალიერეს. ასეთ ცდილობდნენ პატიმრების მშობლები ციხის ტერიტორიაზე შეღწევას, თუმცა იქ შესვლა მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მოახერხეს. როგორც ნუკრი ხუხუამ თქვა, ის მზად არის გადადგეს, თუ კი პრობლემების აღმოფხრა მოხდება ამით, თუმცა ის საუბრობს საშიშ ტენდენციაზე და ამბობს, რომ თუ კი ის ამ ნაბიჯს გადადგამს, ყველა დაწესებულების პატიმრები მიმართავენ იგივე ფორმებს. ის ამბობს, რომ კანონდამრღვევ პატიმრებს მხოლოდ ის უთხრა, რომ თურმე ღირსი ყოფილიყართ აქამდე, რასაც გიშვებოდნენო. მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან პატიმრებმა საპატიმროში ჯანდაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება. სამი ექიმი დაასახელეს ჩემთან საუბრისას, ხათუნა, ჯანა და მადონა, რომლებიც მათი თქმით გულგრილობას იჩენენ პატიმრების მიმართ, საერთოდ არ ღებულობენ ხშირ შემთხვევაში და ასევე ამბობენ, რომ მედიკამენტები თუ ზრუნველყოფა არ ხდება დიდი ხანია. სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მშობლები მთელი დღის განმავლობაში სოზარ სუბარის მისვლას ითხოვდნენ, თუმცა საპატიმროსთან მინისტრი ამ დრომდე არ გამოჩენილა.